მეგობრებო, სანამ ვიდეო დაიწყება, ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება, რომ დაეხმაროთ ჩემ მეგობარს, რომელსაც მეც დავეხმარე და თამაშის კოდი დაუწერე. თამაშს ქვია სტილზე სოდა, ანუ მოიპარეთ სასმელები და თამაშის ლინკს დავტოვებ აღწერაში და ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ მართლა გადახვიდეთ. მე და ჩემმა მეგობარმა ამ თამაშში სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი ხანი ვიშრომეთ მართლა. იმან შენებლებაში შრომა, ხოლო მე კოდების წერაში, ამიტომაც გთხოვთ რომ დავგვიფასოთ შრომა. ძალიან მალე იქნება ძალიან ბევრი ადმინაბიუსები, რაც ძალიან მაგარი იქნება ჩვენთვის და როცა თამაში შეხვალთ, ასევე დააკვირდით აი ამას. უბრალოდ შეხედეთ. გასპონსორებული არის ჩემი Discord სერვერი, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდაც უნდა შეხვიდეთ, რომლის ლინკსაც დავტოვებ. გთხოვ, შედით. ასევე მეორე ბილბოარდიც არის, სადაც ჩემი არხი არის. და ეგ კი იმას ნიშნავს, რომ უნდა გამოიწევოთ ჩემი არხი. ისე ძალიან დიდ მადლობას გიხდით 300 გამოწერისთვის. ძალიან მალე უკვე ავალთ ჩემ მიზანზე, რომელიც არის 500 გამოწერი. მართლა ყველას გიხდით მადლობას, ვინც მაძლევთ იმის мотиваციას, რომ ახალი ვიდეოები დავდო. მიყვარხართ ყველა გულში. კარგი, მოდი ახლა დავიწყოთ ახალი ვიდეოთი. დღეს ჩვენ ამ ვიდეოში არ ვითამაშებთ Roblox, დღეს ჩვენ ამ ვიდეოში ვითამაშებთ Undertale-ს. არ ვიცი, საქართველოში დიდად არ არის ეს თამაში პოპულარული, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს Undertale-ის თამაშის სტილი. არ ვიცი მეგობრებო, მოგეწონებათ თუ არა ეს თამაში, პირადად მე პირველად ვთამაშობ. თუ მოგეწონებათ, გავაგრძელებ ამ თამაშის გადაღებას. მოდი ახლა ბევრი ლაპარაკის გარეშე დავიწყოთ ვიდეოთი. კარგი, შევედით თამაში და ახლა გადავთაგვნი ყველაფერს. დიდი ხნის წინო მონსტრები და ადამიანები აკონტროლებდნენ სამყაროსო. და ასაწყისი უკვე მომწონს, კაი ისტორია. ოპა, ომის ხონიათ. უკვე ეტყობა, რომ ბაქსტორი ამ თამაშს კარგი აქვს. და ამ ომში ადამიანებმა გაიმარჯვესო რა და მონსტრები დამასხლენო. ამის შემდეგო ადამიანებმაო მონსტრები ქვესკნელში გააგზავნესო. მაგრამ რაღაცა ხდება რამდენიმე წლის შემდეგო. კაროჩე, ლეგენდა ამბობს იმას, რომ ვინც ამ მთაზე ადისო, უკან ვერ ბრუნდებაო რა. და მეგობრებო, როგორც ვიცი, ფოტოზე ვინც არის, ეგ იქნება მთავარი პერსონაჟი, ითაც ჩვენ ვითამაშებთ. არ ვიცი ოღონდ ეს პერსონაჟი ბიჭია თუ გოგო, დამიწერეთ ვინც იცით კომენტარებში. და ეგ პერსონაჟი ჩავარდა სადღაც. აუ, უკვე მაგრამ მომწონს, მე მგონი მონსტრების იმაში მოხდით, ხო? და როგორც იქნა მე მგონი თამაშს ვიწყებთ. რამდენი ინსტრუქციები ქონია თამაშს. ანუ ზუთი და enter ითიო რაღაცის დათანხმება არისო, x ითო სენსელიო და რაღაცაო. მოკლედ, წაიკითხეთ თქვენით. დაისა, სახელის დაწერას თხოვს. ეხლა ქართველმა რა უნდა დაწეროს აქ? დავაი დავწეროთ. სიო, ჩავწერეთ სახელი და გავიღვიზეთ. ყვავილებში ატოვარ. ყდარი კი არა ვარ, მაგრამ მე მგონი ის ადგილას მოხდით, რომ უკვე ვიქნებით. კაი, აბა გზაზე გავიაროთ და ვნახოთ თუ რა დაგხვდება. ეს ყვავილი ცოცხალი იქნება უჭველი. აი ხო თქვი, ლაპარაკა ეხლა. ტიპს ანაის სახელი აქვს, ფლოუეი ქვია. რაო? აუ, მე მგონი მართლა ქვესკნელში მოხდი. ქვესკნელშიო, შენ ხარო ახალიო, ეხლა ამან მითხრა. ას კი იცი რა ხდებაო და რაღაცაო და გასწავლიო რა რაღაცეებსო. ხომ მზად ვარ მასწავლე. ხედავ მაგულსო, ეგ არის შენი სულიო რა და ეგ უნდა დაიცვაო. ეხლა შემემზოლება თუ რას იზამს. შენი სული ისე იწყებს, რომ სუსტი არისო, მაგრამ ნელ-ნელა უკვე ძლიერდებიო რა. ძლიერდები სიყვარულითო. სიყვარულზე საუბრობს ტიპი, იმენა მეგონა რომ რაღაც საშინელებები მოხდებოდა. დაიცა რაო, ძალას მოგცემო რაღაცასო. შენ გაიხარე. მოკლედ ძალას მოგცემ და გავძლიერდები და მე მგონი უნდა დავერიოთ ვიღაცას ვინც ხარ შეგვიშლის არა? მზად ხარო? კი, მომი. რა? ეიჩი რატო დამაკლდა? ტიპი რას გავს? არა მითხე ხლა რომ მიღალატა უკვე. თამაში არ დაწყებულა ძმა, ჯერ და უკვე მღალატობენ. და ჩატში იდიოტს მეძახის იმის გამო რომ დავიჯერე რომ მართლა მიცნოდ იმას ძალას. მკლავს ეს ჩემისა.
ძმა დამერხა რა უქნა მოკვდები ეხლა არა ძმა რამე უნდა უქნა სიცოცხლე მემატა მოკვდა გადაგვარჩინეს yes რა საშინელი ქმნილება არისო დაიცა მუსიკას დააკვირდით გესმოთ ეს მუსიკა ტორიელი ვარო აუ ეს მართლა კეთილი ჩანს ყოველდღიურად თვალიერება მადგის რომ დავინახო იმ მოვიდა თუ არა აქო პირველი ადამიანის ყოფილი ვარ აუ რა კაია გვეხმარება ეს ისეთი ვიზუალი აქვს არ ამგონია ამან მაინც მიღალატოს კაი გავყვეთ ეხლა ეს ეხლა მისი სახლია ჩtildeების ოთახიო ოპა HP აღვიდგინეთ დავай დავასეივეთ აუ რა კაი სახლი აქვს ძმა შეხედეთ კეთილი იყოსო შენი მობრძანება შენ სახალს ახშიო მომეცი უფლება რომ გასწავლო რაღაცეებიო ისე ამ ტროელთან თუ მომიწია ბრძოლა რა ძალები ექნება ნეტა მთელი ეს სახლი არის პაზლებით სავსეო და საუკუნეებია უკვე რაც არსებობს ეგო ასევე მეგობრებო ბევრმა მოთხოვა კომენტარებში რომ გადამიღო ცოტა დიდხნიანი ვიდეო და აი აქ არის რაც შემიძლია დიდხნიანს გადავიღებ დავუყეთ ეხლა და სხვა პაზლებსაც მანახებს კაროჩე აქ რომ გადახვიდეო რამდენიმე ღილაკი გინდაო არ ინერვიულო ვიციო რომლები გადავწიო კაი გავყვეთ ვა უკვე ერთ ღილაკს ხედავ ხო არ ჩავწიო ნეტა ხო ვა ესეც დაიცა ძმა ყველაფერი ანუ ეს ღილაკები არის ისრებით მონიშნული და ზოგს არ აქვს ეგ ის არის ანუ მახე იქნება თუ არასწორს დავაჭეთ შენი თუ ამოყობო დიდი რა ვქენი კაი სად მივდივართ ეხა ეგაა ჩემი კითხვა რაღაც ოთახში მიშვებს და მოდი გავყვეთ თუ ადამიანი ხარო და აქ ცხოვრობო მონსტრები ყოველთვის შეგიტევსო და ამისთვის ყოველთვის ზად უნდა იყო პროცესი იქნება მარტივიო რა და ეხლა ღილაკეს მასწავლის სანამ ჩხუბს დაიწყებო მეგობრულად დაელაპარაკეო ხანდახან მუშაობსო რა ვა აქ რომ მანეკენდებს მაგასთან ივარჯიშე ლაპარაკშიო რა კაი ლაპარაკში მომიწოს ეხა ვარჯიში თქვენ გადაეყარეთ მანეკენს ეგრე წერია ვა რეები გვაქვს ეს აქტი იქნება მე მგონი ლაპარაკი თალკ ოპა ხო ველაპარაკეთ როგორც მაგარ მითხრა და რატომღაც მას არ იყებს რადგანაც მანეკენია მაგრამ ტორეს გაუხარდაო წესრადში მოვიგეთ კარგი ხარო ვიცი კაი ეხლა რა გავაკეთოთ ნამდვილ მოსწრებს უნდა ვიბრძოლოთ ხო ვეჭველი ამ ოთახში კიდევ ერთი პაზლი არისო რა და მოგვიწევს ამ პაზლის გავლაც ასევე მეგობრებო დაწერეთ თქვენი აზრი თუ როგორ მოგეწონათ ეს თამაში და გავაგრძელოთ თუ არა და ისა რა ხდება კიდევ ვიღაცამ შემომიტია ეს ბაყი ვიღა ჩავატყათ შემიდია ტიპა ცოტა მაქვს HP გადი ეს თვით რა არის ხო ლაპარაკი და ვერაფერი გაიგო რა ვთქვი მაგრამ შეეშინდა yes ტორიელი მოვიდა გადაგვარჩენს მისი უფრო შეეშინდა yes მოვიგე მაგრამ კიდევ 0 XP დავუქრო რატომ მოგცა აი ხლა მართლა მოვიდა დრო რომ პაზლი გავიაროთ ნუ მოგვიწევს რომ ეს ადგილი დავტოვოთ ალბათ ასე ვფიქრობ აქ ხლა როგორ გადავიდე აქ არის პაზლიო მაგრამო ხელი ჩამკიდეო რა კაი ამას მართლა მენდობი კარგად გამოიყურება ანუ იმას გულისხმობ რომ ბოტა დარჩანს მართლა კეთილი ჩანს და ცოტა საყვარელის გია დიდად არ ამგონია მოღალატე აღმოჩნდეს მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს და yes გადავედით ნუ ეს პაზლებიო ეხლა არისო ცოტა სახიფათო შენო გააკეთე კარგადო ჩემო ბავშვო რა ბავშვი ცხრიშვილი ვარ არა თხასაც გიავს ისე მაგრამ ან თხიშვილი ვარ ან ცხრიშვილი ვგავარ რომელიმეს დაიცა რაღაცა უნდა მოგთხოვო შენ წადიო ეხლა ოთახშიო რა მაპატიეო ვა უკვე ეჭვი მაქვს რომ მიღალატო შეიძლება რა მეუკინა არ გააკეთოს არა გადავიფიქრე ის მიდის წინ უკინა ვერაფერს ვერ იზამს მართლა კეთილი ჩანს ისე თქვენ რას ფიქრობთ დაწერეთ კომენტარებში და ეხლა მოგვიწევს რომ მარტო ვიაროთ და ის აღარ დაგვიხმარება ტორიელი ნუ რა ვიცი შეიძლება კიდევ შეხვდეთ ალბათ ერთმანეთს ან ვაფშე ვეღარასდროს ვეღარ შეხვდებით თამაში მაგრამ რამხელა გზა არის რა არის ჰანტერი რო არის ანიმე ხო იცით მაგას გავს ძლივს მეგონი გავიარეთ ვა ეს აქ რატო იყო ისე აუ ისევ ის მუსიკა ძმა მესალმება და აინეულო არ დაგტოვებო მთელი ეს დრო ამის უკან ვიმალებოდიო რა
მადლობა რომ მენდეო. ხოლო მე კი მთელი ვიდეო გავიძახე რომ გენდობი მეთქი და ეხლა დაიჯერე ეგ. თუ დამტესდა უკვე უფრო ამტკიცებს რომ სანდო იქნება ტორიელი. რაღაც ეხლა უსაქმეები მაქვს და მომიწევს რომ მარტო დაგტოვო და მოგიწევს დარჩი მარტო რა. და ასევე მithხოვა ის რომ გაეცარ გავხიდიან რამე არ გააკეთო ძალიან სახიფათო არისო რა. ტელეფონს მასლებს ტიპი. რამეო თუ დაგჭირდებაო დამირეკეო და კარგად მოიქეციო. აუ 2 წელს ბავშვი ვარ. არა თამაში შეიძლება მართლა ბავშვი ვიყო, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არა. კიდევ ეს ბაყაყი გაიჩითა. ტელეფონზე დამიდეკა. საერთოდ ოთახი დავტოვე ხო წავიდა. რაღაც პაზლები დაგვხვდება მანდ და გაართვი თავიო რა. და ძალიან სახიფათო იქნებაო უკვე მართხილებს მე-10 მე მგონი. თხილად იყავი, კარგიო? კარგი. კაი, ეხლა სად არის ეს პაზლი ვნახოთ. მაგრამ მოდი ჯერ ჩეკპოინტი ავიღოთ აქ რო არის. სიო, ჩეკპოინტი ჩვენია დასევებულია რა ეს ყველაფერი. HP-ც აგვემატა ისევ. დაასევე. აუ, ეს ისე მოვიდა. კაი, ამჯერად ტორიელი არის და ვეღარ დაგისავს ეგ მოკკლავ. დავაი გაუსი მოკალი. თავის ბაყაყ უხმეს გამოცემს თუ რას წერს. კარგად კი შემიტია ისე, მაგრამ მოდი ჩვენ შევუწიოთ ეხლა. შეგენაცვალე რა მაგრა დავაკელი ერთი მოსმას და დაეხა ამას. კაი, ამჯერად მაგის რომ მატყუებ. გაქცევას ჩალიჩობს, დავინდოთ. არა, მკიდია მოკვდი. მოკვდი შენი. ამჯერად გადამიხადა 3 XP და 2 ოქრო მომცა. კითხვა მაქვს ასეთი, მაგ ოქროებით და XP-ით ამ უნდა გავაკეთო. მე მგონი აქ მახე იქნება, ხო? სადღაცა ჩავარდი კიდევ. მიწის ქვეშა ქონეს წეში ვართ და კიდევ ქვევის ჩასვლა გვინდა? კაი, ავედი საბაზევით. ტელეფონი ისევ რეკავს. ბიჭო, ამას საიდან იცის რომ აქ ვარ? რაღაცა კითხვას მეკითხება. სხვა რა გზამა გავცემ პასუხს. ანუ ამ დებილობა კითხვის გამო დამირეკა და გათიშა. კაი, ხა ტორიელის გარეშე იქ როგორ გავიარო? მოდი ქვევით იქნება რაღაცა. აქ კიდევ მეორე კარია და მან ხوار შევიდე. აქ მომიშვა. არა, დაიცა. მესამე კარიც იყო აქ ძევით. აი ძალიან კარგად მახსოვს. შევიდეთ. ძმა, ეს ვიღა არის? ის ვიღაც დებილი ბაყაყი თუ მოკალი ამასაც მოკლა მარტივად. მოკალით მაგის შუაში. გოძლიერით. ის ტიპი ზღან სამწყმაზე მოკალით და ეს ეჩი მოკალით. პროგრესიც ხონია. მოდი ახლა გავააქტიუროთ ეს. იძახის ეს რომ აიღე მარტო ერთი კანფეტიო? ავიღებ მოდი. ოღონდ ერთზე მეც არ ავიღებ, რადგანაც რაღაც გონია რომ მოხდება. არა, ერთზე მეტი არ მინდა. კაი, ახლა რა გვაქვს? აითემები. მოდი გავიგოთ თუ რა არის ეს აითემი. ხილავს ამაგარია? სად ვიყავი? ამიღო რა კიდევ დაიცა, მე კითხება. ავიღებ. არა მაინტერესებს რა მოხდება. უბრალოდ შურაწყობა მომაყენა, არ მოკვდარ ვარ. ვარსკვლავი კიდევ გამოჩნდა, მე მგონი დასასევებელი გვაქვს. HP კანფეტის გარეშე შეგვიმატა. მაგრამ ეხლა ისეთ გილი როგორ გავიაროთ? რაღაც უსმემი და რაღაცები რო იყო. რამდენს უნდა ჩემის? ძმა, კიდევ ეს არის. ეს ტიპი წეგან არ მოკალი? ეს რა მაგარი ღილაკი ყოფილა, ძმა გაქცევა შეგიძლია. გამოვიყენე მაწინ ამ ღილაკს, ვინმე დებილები თუ შემხდება. ავიდეთ ეხლა ზევით და გადავამოწმოთ ლუსნები. საინტერესო კიბია, მე თუ მკითხავთ. და კიდევ აქ არის ეს, რა ვქნათ? კიდევ ამან დარეკა. ის კანფეტი იმანდა დო, ეხლა წეს შატში. ეს ხალი რო რამე პირველი ეპიზოდიდან დამივასა და ალბათ ასე გაგრძელდება თელი თამაში. კაი, მადლობას მიხდის იმის გამო რომ დავაილოდე. კარგი, მე მგონი ვიცი თუ რა უნდა ვქნა აქ. აქ რაღაც ეს ქვა არის, ხო? ამაზე ას დაფიქრებული ვარ. ისე მირეკავს. ალო! ალერგიები გაქვსო? რატო ვკითხულობო? და რატო დამირეკე მაშინ? ჩემი გათიშა. აი ტიპია, მაგრამ ხანდახან ტვინს ჭამს ტორიელი. ბიჭო, კიდევ ეს მოვიდა. ამან ეხლა თელი თამაში უნდა ჭამოს ტვინი. წადი რა გაგაქრობ, ეხლა მეორედ. ისევ ვეღარ დაბრუნდებში პიდარასტო. დაიცა, ახალი შეტევები აქვს. გაძლიერდა ეს. ეხლა რომ ეს მოკლა და რომ დაბრუნდეს და უფრო ძლიერი იყოს, მე რა აქვნა. მაგრამ პრინციპში ალბათ მე ძლიერი ვიქნები მაგ პერიოდში. და მოკალი, გადავიდეთ. კაი, ახალი პაზლები გველოდება. ეს რა არის? ხო ეს ქვევით ჩასასვლელი როა და ზევით ასვლელიც. გავიაროთ ეს და ავიდეთ რა ზევით. არაფერია აქ. მაშინ მოგვიწევს რომ აქ წავიდეთ.
მე მგონი უკვე მოუწვი თუ რაზე იქნება ეს პაზლი. უნდა გავიაროთ ეს ადგილი როგორღაც. მაგრამ მეგობრებო, ვფიქრობ, რომ დღეს უნდა დავასრულოთ ეს ეპიზოდი. თუ მოგეწონათ, დაწერეთ კომენტარებში და თუ ფიქრობთ, რომ უნდა გავაგრძელო ეს თამაში. თქვენთან იყო რაზორებალი და მე თქვენ გემშვიდობებით, დროებით.